18 საათსა და 25 წუთზე ჩვენს აგენტოში 112-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ერთ-ერთი მეთევზე ზღვის ტალღამ გაიტაცა სარფის საზღვაო სანაპიროდან. დაახლოებით 15 წუთში ჩვენი სააგენტო მობილიზებული იყო სარფში. მობილიზებული იყო წყალქვეშა მკვინთავები, მაგრამ ხუთბალიანი შტორმის გამო დღემდე ვერ ხერხდება შესვლა ზღვაში ჩვენი მკვინთავების. დაველოდებით ზღვის ჩაწყნარებას, ამინდის დალაგებას და ჩვენ არ შევწყვიტავთ ძიებას, აუცილებლად გავაგრძელებთ საძიებო ღონისძიებას. მეთევზე როგორც ასეთია ჩვენ ინფორმაცია როგორც გვაქვს, თევზაობდა ზღვის მდებარე ტერიტორიაზე და უცებ შემოარდა შტორმა, წაიღო ასეთი ინფორმაცია აქვს ჩვენ თვითონ პირადად ამბობილვარ იქნა, არ ვიცი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ღამის 2 საათი იყო, როცა დახმარებაზე ჩვენმა ფირმებმა, წყალკანალმა ღამე დამირეკა 3 საათზე დახმარებას ითხოვდა უკვე ტექნიკის დამატებას. დიდი ღელვა იყო და ტექნიკა 1 საათში ფაქტურად უკვე 6 ერთეული იყო შემოყვანილი ძიმე ტექნიკა. ფაქტურად ტალღები არ გვაძლევდა საშუალებას შესვლისა. ახლა იქ ნელ-ნელა უკვე მუშაობა მიმდინარეობს და ალბათ 1 საათის განმავლობაში რეზულტატები გვექნება.